გესალმებით მეგობრებო, კარმული კვანძები კირჩხებით ხის ღერძზე გვექნება დღეს საუბარი. საკმაოდ საინტერესო კომბინაცია არის სხვათა შორის, ასევე მეოთხე მეათე სახლებსაც განვიხილავთ. იცით, რომ პირად რუკაში კარმულ კვანძებს აქვს ძალიან დიდი კარმულ ასტროლოგიაში დიდი მნიშვნელოვანი ესეთი ადგილი. და სახლებიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი არის და ხშირად მეკითხებიან ხოლმე რომ როდესაც მაგალითად აღმავალი კარმული კვანძი არის მერწყულში და მეოთხე სახლში, აი აქ როგორ ვათავსებთ ხო ინფორმაციას, როგორ ვაჯამებთ. მნიშვნელოვანი არის ის, რომ ორივეს ერთად ესე რომ ვთქვათ ვაკავშირებთ, ანუ საერთოდ ასტროლოგია არის კავშირების ხელოვნება. ბევრი პატარა წვრილმანი დეტალი უნდა გავაერთიანოთ, ერთიან სურათში უნდა დავინახოთ. აი ეს არის ასტროლოგია და ზოგს მაგალითად ძალიან უჭირს ეს, რომ აი ეს ბევრი დეტალი, რომელიც ახლა მაგალითად 200-ზე მეტი ვიდეო მაქვს დადებული ამ წლების განმავლობაში და წარმოიდგინეთ ნახევარიც არ არის იმ ყველაფრის, რაც არის ასტროლოგია, ხო? იმ მთლიანი ღერძის სურათი შეიძლება ნახოთ, აი, ნახევრამდე მიხვიდეთ ყველა ჩემ ვიდეოს რო უყუროთ, ხო? ამისთვის მაქვს სასწავლო პროგრამა, შეგიძლიათ უბრალოდ ესე აუდიო ვერსია შეიძინოთ, ვიდეო აუდიო ვერსია, შეგიძლიათ ახლა თვალყური ადევნოთ და მექნება კურსები სხვადასხვა სასწავლო, ვისაც უკვე ერთიანობაში სისტემურად გინდათ ასტროლოგიის სწავლა, იმიტომ რომ შეიძლება ესე უსმინოთ ვიდეოებს და გაიწელოთ 15 წლების სწავლობდი, ხო? და შეიძლება წლებზე კი არა, კიდევ უფრო შორსაც გაიწელოს და ამიტომ ვისაც უფრო მართლა ეფექტურად უნდა ასტროლოგიის ცოდნის გაღრმავება, მშვენიერი კურსები მაქვს ამისთვის. ძალიან ბევრი ტრენინგებიც მაქვს, სადაც კიდევ უფრო ფსიქოლოგიურად გაცნობიერებთ იმ ასპექტებს, თქვათ, რაც უკვე იცით. ეს ერთი შეგიძლიათ მომწეროთ ამ ყველაფერზე, მაგრამ აი ვინც მაგალითად მიყევებით ესე ნენელა ან მაგალითად ჩემს სტუდენტებსაც ასე ვთქვათ ვუზიარებ ხოლმე ამ ვიდეოებს, კიდევ რაც გავიარეთ, კიდევ უფრო სიღრმისეულად რომ ჩაუღრმავდნენ, რომ აიკინძოს ის დეტალები. ყოველ შემთხვევაში ასტროლოგია ესე მუშაობს, ანუ ვისაც ახლა ყავთ კარმული კვანძები ამ და ამ ზონაში, რასაც უსმენთ, ეს არის 1%, ხო, ინფორმაციის რუკაში. უამრავი სხვა კომბინაციები არის, წელიწად ნახევარი 2 წელია დაახლოებით კარმული კვანძები ნიშანში. და წარმოიდგინეთ ახლა, ვიღაცას ესე ზუსტი დაბრუნება აქვს, ვიღაცას ესეთი პერიოდები, ხო, თუმცა ტრანზიტში კარმული კვანძები ასევე რომელსაც ჩვენ სახლში გადის, იმას აქტიურებს იმ სახლს აუცილებლად და აღმავალი კიდე პირიქით ხურავს რაღაცნაირად სახლს, სადაც არ უნდა ყვავდეს ეს კვანძები დაბადების რუკაში. მაგრამ თვითონ ახლა ვთქვათ, არის ამ კვანძის ადამიანი. ამ 2 წელს განმავლობაში ძალიან ბევრს აქვს ხო ეს ასპექტი და არ ნიშნავს, რომ ყველა ერთ მისით მიდის და ყველა ერთი და იგივეს აკეთებს. თვითონ ნიშნის დიაპაზონი არის ძალიან დიდი, მეგობრებო. აი, როდესაც ვლაპარაკობთ მაგალითად აღმავალი კარმული კვანძი თხის რქაში და დაღმავალი კირჩხებში, თხის რქის პროგრამა არის ძალიან დიდი. და შეიძლება უბრალოდ ადამიანი წავიდეს და დამოუკიდებლად იცხოვროს. მშობლების გარეშე, ოჯახის გარეშე მაგალითად. შეიძლება ადამიანი კარიერას უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებდეს ვიდრე ოჯახს, ხო? შეიძლება ადამიანი საერთოდ პოლიტიკაში მოვიდეს, შეიძლება ბოსი იყოს ადამიანი, ან შეიძლება არც ერთი, არც მეორე, მაგრამ თელმა ოჯახმა ჩაიქნიოს მასზე ხელი, ხო? ანუ არ ვიცით, აქ ეხლა თან ძალიან ისეთ მარტივ მაგალითებს გეუბნებით, ძალიან დიდი დიაპაზონი აქვს ამ ყველაფერს და ამიტომ ჩვენ გავივლით დღეს აი ყველა ისეთი მნიშვნელოვანი კვანძი რაც არის და მენტალური ცვლილება რა არის, ხო, აქ მნიშვნელოვანი. სხვათა შორის ვისაც გააქვთ ეს კვანძები, კარგი იქნება მოусმინოთ სხვა ვიდეოებსაც სხვა კვანძებზე, იმიტომ რომ იქ ძალიან ბევრ რაღაცებს ისეც ვამბობ ხოლმე, ხა ყოველთვის ხარ მიმეორებ ერთი და იგივეს და კიდევ უფრო ჩაწოდებით, რაზე არის ლაპარაკი, ხო, აქ კვანძებზე საერთოდ, ხო? სოქს მაგალითად გონია, რომ აუცილებლად იმ ზონაში უნდა იყოს, სადაც აღმავალი კარმული კვანძი არის. მარტო ესე შაბლონურად არ არის, მეგობრებო, საჭირო არის უფრო მენტალური ცვლილება, უფრო შინაგანად ჩავწვდეთ, საერთოდ რა არის ასტროლოგია, ეს არ არის აუცილებლობა და ეს არ არის ფორმულები, რომ აი იქ უნდა იყო და მორჩა. ესე არ არის, უფრო შეიძლება იქ ვიყოთ, ოღონდ ყველაზე მნიშვნელოვანი არის შინაგანად იქ ვიყოთ და არა ფიზიკურად, ხო? ანუ მენტალური ცვლილება ჭირდება
ჭირდება პირველ რიგში ადამიანს და ეხლა თუ ასტროლოგი გეტყვით რომ შენ აღმავალი დღის გაქვს და წადი კარიერა გააკეთე ეს მაინც არ შეიძლება ესე მივიხოთ იმიტომ რომ აქ შინაგანი მზაობა უნდა იყოს ხო ამ ყველაფრის სხვადასხვა ახლა მექნება 17 თებერვალს ლექცია ტრანზიტებზე შეგიძლიათ მომწეროთ ვისაც გექნებათ სურვილი დასწრების როგორ მუშაობს ტრანზიტები და ზუსტად ამ ყველაფერს გავივლით ჩვენ ლექციაზე ავხსნი საერთოდ რა არის ტრანზიტები როგორ შეგვიძლია ჩვენ პროგნოზირებაში ჩვენზე მოვარგოთ ინფორმაციები აი ყვითელ ასტროლოგიას ვეძახი ხოლმე ესე რომ ყვებიან რომ კუროს ესელის თებზებს ესელის და სემპტომში რა ხდება აი ამაზეც მექნება კარგი ლექცია და აი ყოველთვის აქედან გამოვდივართ რომ მნიშვნელოვანი არ არის თქვენ გააცნობიეროთ თქვენი ცხოვრება სად ხართ ახლა რა სიტუაციაში ხართ აი თქვა დაღმავალი კერჩხები ხართ ხო ან დაღმავალი მეოთხე სახლი ეს უკვე ნიშნავს რომ ადამიანმა გამოიარა ემოციური ინტელექტის გზა ის შეიძლება იყოს ძალიან ემოციური ძალიან გრძნობიარე ოღონდ ემოციური ხა იქ თვარესაც უყურებთ ხო და მთელ რუკას უყურებთ და რამდენად ემოციურია აქ მნიშვნელოვანი არის მაგრამ კვანტზე აჩვენებს აი თვითონ ენერგეტიკულად ადამიანის მენტალობა როგორი არის როგორც წესი დაღმავალი კერჩხებები ცოტა ფაქიზი შინაგანი სამყაროსი არიან მაგალითად ადვილი არის მათთვის გულისტკენა ხა ყველასთვის არის ადვილი გულისტკენა თითქოს ხო მაგრამ აი დაღმავალი კერჩხებებს სხვა ზრუნველობა შეუძლიათ სხვა ემოციური კონტაქტი შეუძლიათ ხო გახსნილები არიან აი შინაგანი ურთიერთობისთვის ოჯახი უყვართ მშობლები უყვართ მაგალითად ხო აი ძალიან მიჯაჭულები შეიძლება იყვნენ ბავშვობაზე ან იყვნენ ძალიან წყენიანები აი ყველაფერი გულთან ახლოს ხდება ყველაფერი წყინს არის უფრო ემოციური ინტელექტზე ან ემოციებზე მისი აზროვნება დამყარებული ვიდრე პრაქტიკულობაზე საერთოდ კარმული კვანძები დაღმავალი განსაკუთრებით იმას ნიშნავს რა ამოწურა ადამიანმა წინა ცხოვრებებში რა ცხოვრებით იცხოვრა და ჩვეულებრივ ასტროფსიქოლოგიაში ეს არის მისი ოჯახის გზავნილები მის ოჯახში რა გამოვლინდა რას მიეჯაჭვა ოჯახური ენერგეტიკა ხო ამასაც ვამბობთ ხოლმე ზოგჯერ ხო და აი დაღმავალ კერჩხებებს უფრო ეს აქვთ რომ აი ისინი ძალიან ითხოვენ ოჯახის თანადგომას, ახლობლების თანადგომას, ისმით ეს და თვითონაც შეუძლიათ სხვათა შორის ეს თანადგომა გასცენა გარშემო მაგრამ აი შემხვედრია მაგალითად რა არის უკვე აღმავალი თხისქა ხო შემხვედრია ადამიანი რომელიც პირიქით წამოვიდა თავის სახლიდან ოჯახიდან აღარ უნდოდა ეს რაღაც აი ოჯახში სულ და მიწა თავისი და ბუნება და აი შენ სადაც დაიბადე განსაკუთრებით კერჩხები არის ძალიან ახლოს აი სოფლის ცხოვრება სოფლის ოჯახური წყობა მაგალითად აი მიწაზე რომ მუშაობთ რაღაცე პაპის განმოცემული სახლი აი ესეთ რაღაცებსაც უფრო აჩვენებს ხოლმე და აი ხშირად შემხვედრია ადამიანები რომელსაც ქვეს რომ კი მე დიახნის წინ წამოვედი სოფლიდან ან სახლიდან ან ოჯახიდან მარტო ცხოვრობ ჩემთვის ან შეიძლება გვერდზე ვიყო სადმე ქალაქში მაგრამ მარტო ცხოვრობ სიამოვნებაში რა არის ახლა ეს ხო აი რატო უჩნდება ადამიანს სურვილი ეს კარგი ვერსია არის ვამბობთ ხოლმე როცა აღმავალი არის თხისქაში რომ მარტო წავიდნენ და სიამოვნებაში აქ არის უფრო ის რომ ადამიანმა ამოწურა ეს გრძნობადი სამყარო, ეს ოჯახური, ახლობლური, აი როცა მარტო არ ახარ და გაქვს გვერდზე ძალიან დიდი ზურგი ოჯახის სახით, ნათესავების სახით და ნენელა უკვე თვითონ უნდა გახდეს აი საყრდენი ამ ყველასთვის და არა იქით იყვნენ ისინი მისთვის საყრდენი. ზოგჯერ ეს აუცილებლად ხო იცით რომ დაღმავალზე ვაფუძნებთ აღმავალს. ანუ მან უნდა იზრუნოს სხვებზე, ოჯახზე, ოღონდ თხისრგულად. კონდეს თავის კარიერა, გააგზავნოს თქვათ. თანხა იქნება ეს თუ პრობლემების მოგვარება იქნება. ანუ უფრო ქალური ფსიქოტიპიდან გრძნობიარე ემოციური, უფრო კაცური ფსიქოტიპის უნდა გახდეს, ხო? აი როცა თავის ხელში არის პროცესები, როცა მყარად დგას, უკვე მატერიალურად მყარად დგას ადამიანი.
აი მაშინ არის როცა ადამიანი უკვე კარგად გრძნობს თავს შინაგანად არის როცა აი ამ სიმყარეს მიწის სტიქი არის თხისგად აი ამ სიმყარეს შეიგრძნობს ეს აუცილებელი არის მენტალურად ამ ყველაფრის შეცვლა ხომ და ნენელა მოსწონთ კიდეც ეს მოსწონთ რომ არ არიან არავის დამოკიდებულები ერთ-ერთი კვანძი არის ზოგჯერ შეიძლება ხელი ეშლებოდეს ქალს განსაკუთრებით დედობაში ოჯახის შექმნაში და ხელი ეშლება ესე კი არა რომ სამყარომ ესე გადაწყვეტა აი თვითონაც დიდად აღარ უნდათ ხოლმე იცით აი თვითონაც უკვე აი უფრო კარიერისკენ მიდიან უფრო საკუთარი თავი რომ დაიმკვიდრონ მაგალითად ანუ მატერიალურად და სტატუსურად მაგრად უნდა იდგნენ მყარად უნდა იდგნენ აი ეს არის აღმავალი თხისქვის პროგრამა ეხლა ჩემს გამოცდილებაში რასაც უყურებ ხოლმე თხისქვა ეს საჯარო სამსახური არის ეს არის ხელმძღვანელის პოსტები და აი იზიდავთ ამ გარემოში ამ ადამიანებს აწინაურებენ შედარებით მარტივად მაგრამ აი რაღაცნაირად თუ მაგალითად აღმავალი კირჩხიბი ყავს ძალიან დიდი დოზით ადამიანს თითქოს ხელს უშლის ეს ემოციურობა ეს მიჯეჭულობა ოჯახზე ხელს უშლის რომ დადგნენ ფეხზე თუ არის ადამიანში ეს ძალიან ძაფრად გამოხატული. აი როგორც წინა ვიდეოებში ვისაუბრეთ, როცა დაღმავალი ჩვენ ხელს გვიშლის აღმავლის განხორციელებაში, ხომ? აი ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი არის აი ეს ემოციური ფონი, რომ აი მე სუმინდა ვიღაცა გვერდში მყავდეს, დამეხმარონ იქ სამსახური დამაწყებინონ, ან იქ დამაფინანსონ, ან აი ხშირად არის უფრო ბიჭებს აქვთ ხოლმე თავიდან განსაკუთრებით ეს მომენტი, რომ მაინც დამოუკიდებლობა უჭირთ. უნდათ ვიღაცამ ხელი წაკრას. თავიდან შეიძლება ეს მოხდეს, მაგრამ შემდეგ უკვე ყველა თავს ანებებს. ნენელა ყველა ეხსნება და დამოუკიდებლად უწევთ მერე გავიდნენ ფონს. აქ ძალიან მნიშვნელოვანი არის მეგობრებო, უკვე მთლიანი რუკა, როგორ უწყობს ხელს აი ამ თხისქვის პროგრამის განვითარებაში. ეხლა როდესაც პირიქით ავიღოთ, დაღმავალი თხისქვის ზონაში არის და აღმავალი კარმული კვანძი კირჩხიბის ზოდიაქოში. ცოტა რთული კომბინაცია არის ეს, იმიტომ რომ წარმოიდგინეთ, წინა ცხოვრებებში ადამიანი მიდიოდა მხოლოდ პირადი კარიერული განვითარების გზით. ანუ მას ბევრი ის ქონდა საკუთარ თავზე პასუხისგებლობები აღებული და ამ დროს აღმავალ თხისქვა ზუსტად ესე ევალება, რომ პასუხისგებლობები აიღოს თავზე და მოუგვაროს სხვებს ცხოვრებისეული პრობლემები. სხვებს გულისხმობ, ეხლა ის კი არა რომ აიკიდონ და ვიღაცებს ემსახურონ. აქ გულისხმობ, როცა ხელმძღვანელი პირი ხარ და პასუხისგებლობა გაქვს აღებული და შენ ქვეშევრდომები გყავს, რომელზეც შენ ყველანაირად პასუხისგებელი ხარ, ხომ? აქ ამაზე ვამბობთ, დაღმავალ თხისქვას ეს აქვს შეიძლება ნეგატიურ გამოვლენაში ზედმეტი კონდეს. ზედმეტად აქვთ ემოციური ინტელექტი დაბალი, მოდით ესე ვთქვათ. და ეს ზოგჯერ ხა ინდივიდს გააჩნია, ზოგჯერ ძალიან კარგიც არის ეს იმ კუთხით, რომ პრაგმატულები არიან და ზუსტად იციან რა როგორ უნდა წაიყვანონ თავის ცხოვრებაში. ამაში შეიძლება ოჯახი დაეხმაროთ ძალიან, ნათესავები, აი ხშირად მინახავს აღმავალი კირჩხიბები, აი სულ რაღაც შეკრულები არიან იქ მეუღლესთან, ან შვილებთან, ან ნათესავებთან, ან ძმასთან, ან დასთან, ანუ რაღაც ოჯახურად მიდიან ხოლმე. თითქოს კარგად გრძნობენ ოჯახში თავს და უმართლებთ თან, ანუ არ გაურბიან ეს ოჯახის წევრები. თითქოს მოდიან იმ ზონაში, სადაც უკვე წინასწარ გარანტირებული აქვთ ოჯახის თანადგომა. და ეს კარგ ვერსიას გეუბნებით, მაგრამ ხასიათში შეიძლება პრობლემები ქონდეს, მაგალითად უხეშობა, პირდაპირობა, დაღმავალ ქალწულებსაც შეიძლება ახასიათებდეთ, ცოტა სარკაზმი, ცოტა ესეთი ენა წვრილმანებში მეწვრილმანეობა და ესე რომ დაძლებენ ხოლმე ადამიანებს. თხისქვას უფრო სიცივე შეიძლება ქონდეს და უნარობა ემოციური თანადგომის, ანუ არ ესმით თითქოს ადამიანების ემოციების და თავის ემოციების. ხონდეს რა თქმა უნდა შაბლონი არის მეგობრებო, იქ შეიძლება ისეთი ემოციური მთვარე ყავდეს, ისეთი საერთოდ მეოთხე სახლი ყავდეს, პირველი სახლი ყავდეს, ეს ძალიან ინდივიდუალურია, მაგრამ რაც არ უნდა ემოციური რუკა ქონდეს, ეხლა დაღმავალი თხისქვა რომ მაინც უფრო მყარად დგას, ვიდრე დაღმავალი კირჩხიბი, ეს ფაქტი არის.
ანუ აქ პროცენტებს აქვს მნიშვნელობა ესე რომ ავიღოთ, ხო? და ერთი არის რომ დაღმავალ დღესდღეებს ზოგჯერ არ გამოსდით დიდად კარგი მშობლობა ზუსტად იმ თავის ემოციური ჩართულობის უნარობის გამო და ამისთვის აქვს ზუსტად აღმავალი კირჩხიბი რომ ნენელა ისწავლონ ამის განვითარება მაგრამ ახლა თუ აღმავალი კირჩხიბი ხდება მშობელი 20 წლის ასაკში ну მან უფრო დღის რგას გამოავლენს და მან შეიძლება ცოტა დასტრესოს კიდეც შვილები ხო ეს შაბლონს გიყვებით არ არის აუცილებელი მაგრამ ვინც ახლა ამ კვანძის ხარ ცოტა შეხედეთ თქვენ თავს ცოტა მეტი ფსიქოლოგიის შესწავლაც კარგი იქნებოდა ჩაღრმავება ან საკუთარ თავში ჩაღრმავება ან გარშემომყოფების უფრო დანახვა და გაგება, ხო? ამიტომ ერთ-ერთი ასპექტი არის, რომ ძალიან კარგი არის მათთვის ფსიქოლოგიის, ზოგადი ფსიქოლოგიის ცოდნა, მაინც აქ არ არის იმაზე ლაპარაკი, რომ რაღაც ფსიქოლოგები გახდნენ, თუმცა ესე ძალიან კარგად გამოსდით. კარმული აღმავალი ყოველთვის ხელს გვიხსნის პირდაპირ იმ ზონაში, სადაც არის ზოგი სპეციალობით არის ის, ან მისი ცხოვრების გზა არის ხოლმე ამ მიმართულებით. ნუ კირჩხიბი არის პედიატრია მაგალითად, კირჩხიბი არის რაღაც ისეთი ეროვნული ტიპები რო არიან, რაღაც პოლიტიკაში ძალიან ილტვიან, ოღონდ ნენელა უკვე ეს კარიერები იმსი აღარ გამოსდით, როგორც უკვე ცოტა ის საკუთარ ნაჭრში, საკუთარ ოჯახზე რო უნდა იზრუნონ, მაგრამ თავიდან შეიძლება ეს ტენდენციები იყოს. ცოტა სიცივეც აქვთ, როგორც მშობლებს და როგორც თვითონ ადამიანებიც არიან ხოლმე შედარებით, ნაკლებად რო უსმენდნენ ან თავის თავს ან სხვებს. ამიტომ მათ სჭირდებათ კირჩხიბის განვითარება. ხა ხშირად არის რომ წაიკითხოთ რომ აი სამშობლოში უნდა იყოს აღმავალი კირჩხიბი, თავისი კუთხე ნახოს, არ არის ესე აუცილებლობა, მეგობრებო რომ აუცილებლად სამშობლოში უნდა იყოს. მაგრამ საერთოდ მე რასაც ვაკვირდები, აი თქვათ უცხოეთში არიან აღმავალი კირჩხიბები, ძალიან უნდათ ხოლმე სამშობლოში სადმე მიწა იყიდონ, ან მეღვინეობა დაიწყონ, ან რაღაც სასტუმრო გააკეთონ, იმიტომ რომ კირჩხიბი არის ზრუნვა. როცა ვიღაცას ან სახს ვაძლევთ, სახს როგორ იცით, აი სიმყუდროეს რო უქმნით, რაღაც ოჯახურ ატმოსფეროს რო უქმნით და აქ გამოსდით და აინტერესებთ თან, ხო? სასტუმროც იგივე თემა არის, როდესაც მე შემიძლია ან რესტორანი გავაკეთო, ან პატარა სასადილო მქონდეს, გავუმასპინძლდეს ხვებს. ეს აი შაბლონი, რომ აი პირდაპირ ვხედავ, რომ აი ეს ნამდვილად უნდა ადამიანს. უფრო ფარული კუთხით ეს არის, როცა შეიძლება კონდეს უკვე პრობლემები ადამიანს, უფრო კარიერული კუთხით შეიძლება კონდეს პრობლემები, შეიძლება ფსიქოლოგიური კუთხით კონდეს პრობლემები, იმიტომ რომ როდესაც თხისქა დაღმავალი და პრესავს ადამიანის თავის ემოციებს და ძალიან ხისტია და ძალიან კარიერაზე მიმართული, ან ამბიციური არის თხისქა, ანუ ეგო აქვს, რომ აი მე უნდა ვმართავდე ყველაფერს. და თუ დაუმუშავებელი დაღმავალი თხისქა არის და ადამიანი არ უსმენს თავის თავს. საერთოდ არც იცის ეს რა არის, ხო? და ზუსტად ეგ არის კარმული კვანძი, რომ ჩვენ გვიწევს იმ ყველაფერთან შეხება, რომ აღმოვაჩინოთ, რომ რაღაცა პრობლემები გვაქვს თურმე და მე ეს დავძლიოთ ეს პრობლემები. და ამას უკავშირდება მე თქვათ, ან შფოთვები აქვს, ან პრობლემები აქვს, ან ოჯახი, რომელიც მასთან არ არის გვერდში. ეს თუ დაზიანებული არის კიდე ოჯახის ან თვარის ზონა, ეს კიდე ცალკე არის, ანუ ამ დროს უნდა ადამიანს ეს შინაგანი თანადგომა და აქ ყველაზე მეტად უხდებათ ხოლმე ფსიქოლოგიის ან შესწავლა, ან ფსიქოლოგთან სიარული, ან გაცნობიერება. ყოველ შემთხვევაში ჩვენ თუ არ მივდივართ აღმავალის ზონაში, პრობლემები გვიჩნდება. მაგალითად შეიძლება დაღმავალ თევზს ჰქონდეს სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემები და მოუწიოს ექიმთან სიარული და დაღმავალ ქალწულს ჰქონდეს სერიოზული ფსიქოლოგიური ნერვოზული ფონი და მოუწიოს ფსიქოლოგთან მისვლა, ხო? იძულებითი ენერგია ჩვენივე თავში ირთვება. ჩვენვე გვაქვს მოთხოვნილება, რომ აი რაღაცას არ ვაკეთებ უკვე სწორად და აი ვტკეპნი ერთი და იგივე ადგილზე არ ვითარდები. ეს მომენტი აქვს ხოლმე აქ კარმულ კვანძებს. აქტიურად იქ თან თუ ასპექტირებული არის კარმული კვანძები პლანეტებთან, ეს უკვე დამატებით კარმული ისტორიები არის. დაღმავალი, რომელიც წარსულიდან მოდის, რაღაც დასამუშავებელია, აღმავალი, რაც ეხლა არის გასანვითარებელი. ახლა თუ აღმავალი თან კირჩხიბშია და მთვარეს უერთდება, ისედაც ხო აღმავალი მთვარე ერთად უკვე ნიშნავს, რომ ადამიანმა ფსიქოლოგიური პოტენციალი უნდა გახსნას.
შეიძლება კონდეს ფსიქოლოგიური პრობლემებიც, ღრმა ტრამვები, ოჯახიდან გამომდინარე იმისთვის, რომ ის გაიზარდოს ფსიქოლოგიურად და ჩაუღრმავდეს თავის თავს, ანუ გვაწუხებს რაღაცეები იმისთვის, რომ ჩვენ ეს სფერო ავითვისოთ, ხომ? იმიტომ რომ ესე იგი ბევრს ტკეპნიდა ადამიანი თავის თავში ემოციურ სამყაროს. და ამიტომ აღმავალ კირჩხიბებს უფრო აქვთ ხოლმე გადატვირთვა იმისი, რომ ის საერთოდ იყოს სულ გარე სამყაროსკენ მიმართული და არ იყურებოდა შიგნით რა უნდოდა. მსგავსი არის აღმავალი თევზებიც, ახლა იქამდე მივალთ, მე დააგიხსნით, მაგრამ მსგავსი არის, როცა ემოციურ სამყაროს არ ხსნიდა ადამიანი თავის თავში. წარსულ ცხოვრებებში სულ იჯდა ესე, რომ ესეა საჭირო და მორჩა და არ ქონდა ფსიქოლოგიური მხარე გახსნილი. იქვე თუ მთვარე არის, უკვე ეს შეიძლება სერიოზულ პრობლემებში გადავიდეს და მოუწიოს ადამიანს ამ ბოლო-ბოლო, ყოველ შემთხვევაში რაღაც შეიძლება ჯანმრთელობას კი მოქმედოს, ან უფრო ფსიქიკაზე მოქმედებს ხოლმე, მაგრამ მაინც. და ესე მუშაობს აღმავალი კარმული კვანძი კირჩხიბში. ყოველ შემთხვევაში ის რომ ოჯახი არის მნიშვნელოვანი, დედობა არის მნიშვნელოვანი, ფსიქოლოგიის ძალგება არის მნიშვნელოვანი, დედობას გულისხმობ ხა ბიჭი არის, კაცი არის მაგალითად და აღმავალი კირჩხიბი ყავს. ის რუნოს უნდა ოჯახზე. მშობლებზე, აი პირდაპირ ოჯახურ ინსტიტუტზე აშენოს სახლი, მაგალითად ყველაზე ძალიან ეს უყვართ ხოლმე აღმავალ კირჩხიბებს, რომ აი როგორც იქნა სახლი აშენა. ოღონდ სემდორში შიგნაგან კი არ უნდათ ხოლმე იმ სახლში ცხოვრება, მაინც სამსახურში ზიან. და იქვე თუ თან და ლილიტი თხისრქა არის, ხო, ეს კატასტროფა არის. ანუ დაღმავალი ლილიტი თხისრქაში, ეს უკვე სერიოზული პრობლემა შეიძლება იყოს, რომ ნუ უნდა ეს ოჯახური თემა, მაგრამ სამსახური, კარიერა, ეს ეგოს ვერ ლახავს ადამიანი, ავტორიტეტს, შიდა ავტორიტეტს ვერ ლახავს ადამიანი. ხო, პოტენციურად გიყვებით ახლა. ამიტომ ესეთ რაღაცები არის დასამუშავებელი. ეხლა როცა არის სახლებში კარმული კვანძები, იცით რომ აღმავალი, ეს არის გაფართოება, იუპიტერული ენერგია აქვს და დაღმავალ სატურნული ენერგია აქვს, ხო? ანუ ის ხურავს ენერგიებს. მაგალითად, როცა არის აღმავალი მეოთხე სახლში, ძალიან ბევრი ასტროლოგები ამბობენ, ბევრი ასტროლოგისგან შეიძლება მოისმინოთ, აი სამშობლოში უნდა იყოს ადამიანი და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. მშვილდოსანის ენერგია აქვს, ანუ იუპიტერული აღმავალს. შესაბამისად, არის ხშირად რომ აფართოვებენ საცხოვრებელ გარემოს. მაგალითად, რამდენიმე სახლი კონდეს ადამიანს, უნდება. ერთი კი არა, უკვე ან გაადიდოს სახლი. აი ოჯახში, სახლში ბევრნი ვცხოვრობთ, მაგალითად ეს მომენტი კონდეს, ან დიდი ოჯახი ვართ, ხო? ანუ ეს არის უფრო ფიზიკური გაფართოება, მაგრამ შეიძლება იყოს რომ აი სახლები მაქვს და ამ სახლებით ჩემ რესურსებს ვადიდებ, მაგალითად ფინანსურს, ხო? ერთი სახლი ვიყიდე, მეორე, მესამე და ეს გავადიდე. ანუ ამითი ვცხოვრობ. ერთ-ერთი ვერსიაც ეს არის. ასევე არის ვერსია, რომ მიდიან საზღვარგარეთ საცხოვრებლად და მათი სახლი უკვე ფიზიკურად კი არ ფართოვდება ან ხალხით. უკვე ქვეყნების დონეზე ფართოვდება, რომ აი მე სხვაგან მიდივარ საერთოდ საცხოვრებლად. მე მინდა ნახო სხვა ენერგიების, ხო, სხვაგან რა ხდება. სხვაგანაც ვიცხოვრო, გავაფართოვო ჩემი საცხოვრებელი. ამიტომ ძალიან ხშირად უცხოეთში მიდიან ხოლმე, როცა აღმავალი არის მეოთხე სახლში. და რაღაცა ისეთი სიმყუდროვე, ანუ სახლზე ზრუნავენ. სახლის პრობლემებზე აქვთ მთავარი ენერგია ჩართული, ხო? და ის მათ აინტერესებთ ძალიან. მეოთხე სახლი არის ჩვენ ქვეცნობიერიც ასევე, ჩვენი შინაგანი ემოციური სამყარო. აქაც იგივე არის საჭირო, გაფართოება არის შინაგანი ემოციური სამყაროსი აუცილებელი. და როცა არის აღმავალი, მაგალითად მეათე სახლში პირიქით, ხომ? ესეთი ადამიანი, აი თქვა შეიძლება ჯვარედინი კვანძი იყოს აღმავალი კირჩხიბში და მეათე სახლში, ხო? რეალურად ეს საკმაოდ მარტივი კვანძი არის, იმიტომ რომ იგივე ენერგიებში ტრიალებს ადამიანი, რაც გავლილი აქვს, მაგრამ აღმავალი მეათე სახლი ეს არის, რომ ადამიანს უკვე აქვს სურვილი თხისრქულად წავიდეს თავის კარიერაში, თავის სტატუსი გააძლიეროს, იპოვოს რა უნდა ცხოვრებაში, რომ გააკეთოს, ხო? აი სად მინდა მე ვიყო რეალიზებული, სად მინდა მე მქონდეს ჩემი სტატუსი. აი მე მკერავი ვარ, მაგარი მკერავი მინდა გავხდე. მე ცხენოსანი ვარ, ძალიან მაგარი ცხენოსანი მინდა გავხდე. ანუ რასაც საქმე იანობს ადამიანი, იქ აქვს უკვე ავტორიტეტის მოპოვების სურვილი.
ასევე მეათე სახლი არის საყრდენი, მეგობრებო, აი ზურგი. და შეიძლება აქვს ადამიანს განცდა, რომ თავის ზურგი თვითონ და გახდეს, აღარ უნდა სხვებზე იყოს დამოკიდებული, აღარ უნდა ემოციებზე იყოს ძალიან დამოკიდებული და უკვე აი პრაქტიკულად დაგეგმოს თავისი ცხოვრება. აი როცა პირიქით არის და აღმავალი კარმული კვანძი არის მეათეში და აღმავალი მეოთხეში, ეს რაც თქვით უკვე, მაგრამ აი დაღმავალ მეათე სახლს აქვს უფრო თავისი აი ყველასთან უფროსობა უნდა, მაგალითად, აი ოჯახის წევრებთან არის და აი როგორც ბოსი ისე იქცევა. შეიძლება ეს ცოტა პრობლემაც იყოს ოჯახის წევრებისთვის გააჩნია რუკას. შეიძლება პირიქით, მაგრამ ნელა უკვე მოუწევს უფრო აი საყრდენის და მამის ფსიქოტიპიდან გადავიდეს უფრო ემოციურ ურთიერთობაზე ოჯახის წევრებთან, ან ახლობლებთან, ან შვილებთან. და ან თუნდაც საკუთარ თავთან, ხო, მეოთხე სახლი ჩვენი ქვეცნობიერი არის და ჩვენი შინაგანი ემოციური სამყარო არის და აღმავალი ამას გააფართოებს. არ იქნება აქ საკმარისი წვდომა ამ კვანძებში, იქნება უკვე ისევ რაც ვთქვი, ან სახლთან დაკავშირებული პრობლემები, ან ფსიქოლოგიური პრობლემები, ემოციური პრობლემები, როცა მე რაღაცა მაწუხებს ძალიან, ხო? აი ესეთი კომბინაცია არის მეგობრებო და ახლა მე ვინც ყოლია ახლობლები არც ისე ცოტას მიაღწიეს სხვათა შორის როცა აღმავალი დღის რქაში ყავდათ და დიდად ოჯახი თითქოს მაინც აღარ აინტერესებდათ ესეთი კომბინაცია იყო. აღმავალი სატურნის შეერთება ცოტა მსგავსად მუშაობს, ცოტა პლანეტას ცვლის აქ ენერგიებს, მაგრამ სატურნული თხის რქა შემოდის აქ და ადამიანს სჭირდება უკვე იყოს პასუხისგებლიანი, გაზარდოს თავისი ავტორიტეტი ცხოვრებაში, ისწავლოს, რომ რაღაცეები ცოტა გვიან შეიძლება მოხდეს და ამაზე ემოციურად არ იყოს ჩაციკლული. აღმავალ თხის რქებსაც ეს ენერგია აქვს, ზოგჯერ უჭირთ, რომ აი რატო არ მყავს დედა გვერდში, რატო არ მყავს ოჯახი გვერდში, წqინთ ხოლმე სიამდვილეში, იმიტომ მოვიდნენ ამ ოჯახში, რომ ნენელა ისწავლონ უკვე რომ მოეშვან აი ამ თანადგომებს, ემოციურ თანადგომებს ოჯახის წევრებისგან. დამოუკიდებლად უნდა გაიკვლიონ გზა და აქაც ეს ძალიან გაცნობიერებულად არის გასაკეთებელი ეს ყველაფერი. და აქ აი ის მომენტი, რომ აი ყველაფერს ზედმეტად ემოციურად გრძნობენ, ესეც დასამუშავებელი არის. ანუ ხვდებით ხო აქ მნიშვნელოვანი პრინციპები რაში არის, ხა ადრე სხვა ვიდეოებში მქონდა საუბარი, როცა კარმული კვანძი სხვა პლანეტებს უერთდება, ეს რას ნიშნავს? აქ ყოველთვის ადებთ კიდე დამატებით მზესთან არის შეერთებაში აღმავალი, ესე იგი როგორც აღმავალი ლომი ისე მუშაობს, ხო ადამიანმა უნდა თვითგამოხატვა ისწავლოს, ლიდერობა ისწავლოს, სითბო, სიყვარული და თუ კირჩხიბი არის აქ ემოციურად უნდა დაუდგეს ადამიანებს გვერდში, იღიმოს, სითბო შეიტანოს თავის ოჯახში, ანუ ესეთი კომბინაციები არის. ყოველ შემთხვევაში ქალურ ენერგიებთან რო უნდა იყოს, ქალური ენერგია ეს არის უფრო შვიდი, წყნარი, მომსმენი, მომთმენი, კულინარია გამოსდით ძალიან კარგად აღმავალ კერჩხიბებს კარგიც არის, რომ აქ სფეროში იყვნენ. აი ეს სხეულის აღნაგობას კი დაღმავალ თხის რქებს რაღაც ესეთ მკაცრი და ესეთი აქვთ ხოლმე. და დაღმავალ კერჩხიბებს ცოტა მგრძნობიარე. უფრო რო გელაპარაკება და სითბოსდებს ამენ საუბარში, ხო? რაც არ უნდა ესეთი ცუდი ტიპაჟი იყოს, ხო? ეხლა ჩვენ ვიცით, რომ რაც უფრო დაზიანებული არის რუკა და თუ ადამიანს არ აქვს რაღაც შიდა კულტურა, შეიძლება ეს დაზიანებული რუკა ძალიან უხეშად გამოავლინოს და არ უყვარდეს უბრალოდ ხალხს, ხო, ესეთი ხალხი. და ნუ ცოტა დესტრუქციული იყოს და შეიძლება აქ უკვე მივიღოთ ცოტა კაპარჩხანა ადამიანიც, რომელიც ყველაფერი წყინს, ისტერიჩკა არის, კირჩხიბი თვითონ დესტრუქციულად ცოტა ესეთი კაპარჩხანას ვეძახით ხოლმე. მე ვამბობ ხა ცუდ ვერსიაზე და თუ არის ესეთი ადამიანი, უნდა იმუშაოს თავის თავზე, ხო, შეცვალოს და ესე კი არა რომ აუ მე კაპარჩხანა ვარ და აღარ უნდა ვიყო, არა, გააცნობიეროს რა წუხებს, რა პრობლემები აქვს იქ როგორც წესი ლილითთან გავდივართ ხოლმე ყოველთვის სატურნი ლილითის ენერგიასთან, მაგრამ ნუ მაინც დააკვირდეს თავის თავს და აი კარგად განვითარებული კირჩხიბი, დაღმავალი კირჩხიბი, ეს არის ძალიან გრძნობიარე ადამიანი, რომელიც არის თბილი, ზრუნველი ძალიან, ეგრევე ზრუნავენ, როგორც კი შენ მიხვალ სტუმრად მასთან, აი რაღაც პეცი აქვს თავისებური, ხო? და შენგანაც ითხოვენ აი ამ ემოციურ ჩართულობას და ნენელა ეს წლებთან ერთად იცვლება. ანუ
რაც უფრო ასაკი გვემატება, მით უფრო აღმავალზე გადავდივართ ხოლმე ჩვენ და დაღმავალი ნენელა უკვე ნაკლებ ესეთი ხდება, ნაკლებ საინტერესო ჩვენთვის და უნარებიც უკვე იცვლება ხო ჩვენი. ამისთვის არის ეს კარმული კვანძები. მე მგონი გასაგები იყო თქვენთვის ახლა რაც ვისაუბრეთ, თუ რაღაც კითხვები გექნებათ, შეგიძლიათ YouTube-ზე დამიწეროთ, ხა ცოტა ესე ნაკლები გამომივიდა, არც ისე, მაგრამ მაინც ბოლომდე მაინც ბევრი არ უყურებს. და თუ მოგეწონათ ვიდეო, შეგიძლიათ დალაიქოთ, რატომღაც არ არის ხოლმე ესეთი აქტივობა. მიუხედავად 200 რაღაცა ვიდეოსი, დიდად არ მანებივრებთ ხოლმე უკავშირით, პოზიტიური უკავშირით, მესმის ახლა მეც უყურებ ხოლმე YouTube-ზე 1000 ვიდეოს და ზოგჯერ მართლა მავიწყდება ხოლმე 1000 რაღაცას რო აკეთებ, მაგრამ მაინც მნიშვნელოვანი არის ჩემთვისაც, სხვებისთვისაც და შემდეგ. დროებით მოკლედ.